დავით აღმაშენებლის ანდერძი, რომელიც მონარქმა შიომღვიმის მონასტერს გადასცა სპარსული წერილები, საღვთისმეტყველო წიგნები და უძველესი გაზეთები. უნიკალური დოკუმენტები, რომლებსაც ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდა. რა მნიშვნელობისაა აღდგენილი დოკუმენტები და რაზე მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა, თამარ დარახველიძე ამბობთ. ეს სწორედ ის ლაბორატორია, სადაც ამ წუთებში უძველესი დოკუმენტების რესტავრაცია მიმდინარეობს. აქ კი უკვე აღდგენილი საბუთებია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავით აღმაშენებლის ანდერძია. ეს დოკუმენტი 1123 წლით თარიღდება. აღდგენილი ისტორიული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დავით აღმაშენებელს შიომღვიმის მონასტრისთვის სპარსეთიდან თბილისში ჩამოტანილი ქონების ნაწილი მიუძღვნია. ასევე ამ ანდერძის თანახმად მონასტრის კუთვნილება გახდა მცხეთის, წილგნის, ზედაცნის ციხისა და მუხრანის შემოსავლის ნაწილი. ერთ-ერთი ლაშქრობის წასვლის წინ მოსალოდნელად წავიდა შიომღვიმის მონასტერში, სადაც თავისმა მოძღვარმა ბერმა არსენმა თხოვა, რომ შიომღვიმის მონასტერი ცოტა გააღარებდა და თუ შეიძლება წასვლის წინ უანდერძე რაიმე ყმა მამულია. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სპარსულ ხელნაწერებსაც ინახავს. მათ შორის არის ფათალ შაჰისა და სულთან ჰოსენის ფირმანებიც, ანუ წერილები. ჩაუტარდა მთელი დეზინფექცია, ცივდება ახლა ლაქები და მოხდება საკითხაო ხურცლის შევსება ნაკრული ადგილების და რესტავრაცია. გასული 1 წლის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ბევრ საინტერესო და უნიკალურ დოკუმენტს, რომელთა შორისაა მე-14-მე-15 საუკუნის ძველნაწერი საეკლესიო წიგნები, გაზეთები, მეფეთა სიგელები, სპარსული დოკუმენტები და უამრავი სხვა საინტერესო მასალა. მე-14 საუკუნის აპოკრიფი, მცნებანი ქრისტესანი და კიდევ არაერთი სასულიერო წიგნი, ძველი ქართული გაზეთები, ცნობის ფურცელი და საქართველოს რესპუბლიკა, ალექსანდრე ბატონიშვილისა და არჩილ მეფის წყალობის წიგნები. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2013 წელს არაერთ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს ჩაუტარდა რესტავრაცია. ამჟამად მიმდინარეობს საღვთისმეტყველო ლიტურგიული თხზულებათა კრებულის გულანის რესტავრაცია.